საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში მუშაობას განაგრძობს. მისიის წევრები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ფინანსთა მინისტრს უკვე შეხვდნენ. გიორგი ქადაგიძესთან და ნოდარ ხადურთან შეხვედრების დროს განხილვის მთავარი თემები საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პროგნოზით საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წელს 2, მომავალ წელს კი 3% იქნება. მისია საქართველოს 2 ივნისს დატოვებს. პროგნოზი, რომელიც მათ ჯერ კიდე ერთი კვირის წინ დაანონსეს, იმასთან დაკავშირებით, რომ პროგნოზი ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წელს 2% და მომავალ წელს 3% იქნება. ის დაანონსეს, რომ რეგიონში ყველაზე მაღალი პროცენტია მაინც განათლებებით. სწორედ ეს არის საქმე, რატომ შეფერხდა ეკონომიკური ზრდა ქონდა თუ არა საშუალება იმის, რომ რაღაც გარკვეული ზრდა შეგვენარჩუნებინა. ამაზე არის სწორედ ბევრი საკითხი და ბევრი კითხვა.